უკრაინამ რუსეთის ქალაქი კრასნოდარი დრონებით დაბომბა. ხანძარია ტამანის პორტში. გავრცელებული ცნობებით ანაპისა და ტემრიუკის რაიონებში 17-ზე მეტი აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, უკრაინამ რუსეთის კიდევ რამდენიმე რეგიონსა და მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დრონებით შეუტია. ახლა უკრაინის პოზიციები ფრონტის ხაზზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მყარია, განაცხადა ზელენსკი. სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი უკრაინაში. კრემლის სომხეთს ემუქრება. განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ გააკეთა. ვიაჩესლავ ვოლოდინი ამ ფრაზით ერევანში გამართულ ევროკავშირის სამიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ სომხეთის აქციელი რუსი და სომეხი ხალხის მიმართ მეგობრული ნაბიჯი ვერ იქნება. ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ვენესუელა ამერიკის 51 შტატად არის გამოსახული. ამერიკის პრეზიდენტმა წინა კვირას განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავდა ვენესუელის 51 შტატად ქცევის საკითხს. ვენესუელა კოლონია არ არის, ასე უპასუხა ტრამპს ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. მსოფლიო პატრიარქი შიო მესამეს კათოლიკოს პატრიარქად აღსახტრებას ულოცავს. ვლოცულობთ, რომ მოგმადლოთ ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა ღვთისადიდებლად თქვენი ერთგული მრევლი საკეთილდღეოდ ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის წერია ბართლომეოს პირველის მისალოც წერეთში.